მარატ კამბოლოვი ისევ მოსკოვშია, თუმცა ამჯერად განსხვავებული მიზნითა და სრულიად ახალი რეგალიით. კამბოლოვი, რომელიც მრავალი წელი რუსეთის ფედერალურ მთავრობაში მსახურობდა, მუშაობას დიდი ალბათობით ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტის პოსტზე გააგრძელებს. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ალან გაგლოევმა საკუთარ მომხრეებს გადადგომის შესახებ აცნობა. ეგრეთ წოდებული არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართება. ერთადერთი რაც მინდა გისურვოთ არის წარმატება მომავალ საარჩევნო ღონისძიებებში. ჩვენი მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენ მხარდასაჭერად. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში რესპუბლიკის მოსახლეობისთვის გააკეთა. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სწორედ რუსეთთან სტრატეგიულ პარტნიორობის კონტექსტში განვიხილავთ. მარატ კამბოლოვმა ეგრეთ წოდებული არჩევნებისთვის რეგისტრაცია უკვე გაიარა. ამ პოსტზე ის საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. მარატ კამბოლოვს ოკუპირებული რეგიონის მართვის სადავეები ხელში 2027 წლის ეგრეთ წოდებული გეგმიური არჩევნების შემდეგ უნდა აიღო. თუმცა ალან გაგლოევის გადადგომამ ეს პროცესი 1 წლით დააჩქარა. რატომ შეიძლება იყოს მარატ კამბოლოვის დანიშვნა უფრო საყურადღებო, ვიდრე ნებისმიერი მისი წინამორბედის? გარდა მრავალწლიანი რუსული სამოხელეო სტაჟისა, მას რუსეთის მოქალაქეობაც გააჩნია. ამ ფაქტორების ერთობლიობა აძლიერებს ვერსიას, რომ კამბოლოვი მოსკოვის მიერ განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირია. კამბოლოვი შეიძლება ითქვას, რომ არის უალტერნატივო კანდიდატი, ის სარგებლობს პირადად პუტინის მხარდაჭერით. სხვა პარტიებს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა რამდენიმე პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაასახელოს კანდიდატი, თუმცა ძირითადი წამყვანი პარტიები პრაქტიკულად უმეტესობა მას ამ კანდიდატს უჭერს მხარს და ეს რა თქმა უნდა პირდაპირ აისახება არჩევნების შედეგებზე. წინა სხვა დე-ფაქტო პრეზიდენტები ყველა იყვნენ პრაქტიკულად გაზრდილი და მუშაობდნენ ცხინვალში და სწორედ აქ დაიწყო მათი კარიერა. განსხვავებით ამჟამინდელი კანდიდატისა, რაც ნიშნავს, რომ ცხინვალში ანექსიური პროცესები კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება და რუსული გავლენები კიდევ უფრო მეტად გამტკიცდება უახლოეს პერიოდში. მარატ კამბოლოვის ოკუპირებულ ცხინვალში გამწესებას წინ რუსეთის ფედერაციასთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმება უძღოდა. ამ დოკუმენტით მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების პირობა დადეს. მინიშნება გაკეთდა ერების გაერთიანების მნიშვნელობაზეც. ქართულ ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ სახეზეა ანექსიური პროცესის გაძლიერება, რასაც მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება დუმილით ხვდება. ყველა საერთაშორისო პლატფორმა უნდა გამოიყენებოდეს იმისთვის, ანექსიური პროცესების დაგმობა და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმებით მისი შეჩერება მოხდეს. რა გააკეთა ოცნების ხელისუფლება მეუთო, რომელიც ჟენევის ფორმატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორია, აი ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეა ბოიკოტის ნიშნად დატოვა. აქ მთავარი პრობლემა არის ქართული ოცნების აბსოლუტური მზაობა, რომ სუვერენული საქართველოს ნაცვლად ვიყოთ რუსეთის კულტურული ავტონომია. აი ამაზე აქვთ ხელი მოწერილი და ეს კონცეფცია რა შედეგებს მოიტანს, რომელი ადამიანის ხელით და როგორ აისახება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. ქართული ოცნებისთვის ეს ანექსირება იქნება მთლიანად მათი პოლიტიკის ჩამოშლა. წლების განმავლობაში ისინი მოვიდნენ იმ აზრით, რომ რუსეთთან დაალაგებდნენ ურთიერთობებს, ომი არ იქნებოდა. ამიტომ ისინი ყველანაირად შეეცდებიან რაღაცნაირად ამ საკითხს შეეწინააღმდეგონ და რუსეთთან დაიწყონ რაღაცა კულუარული მოლაპარაკებები, რომ ეს არ მოხდება. რის საფასურად? ეს მეორე საკითხი. ანტისახელმწიფოებრივი დუმილი თუ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული სიფრთხილის პოლიტიკა. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე არათუ დუმს, არამედ ყველა საერთაშორისო პლატფორმას მაქსიმალურად იყენებს. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ როცა საქმე ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას ეხება, ოფიციალური თბილისი უკომპრომისო იქნება. ეს არის ძალიან ძიმე მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ სამწუხაროდ ხვდა წილად და ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არ გაუარესდეს მინიმუმ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობას დღეს სახეზე გვაქვს და დღეს გვაქვს ძალიან ძიმე მდგომარეობა, ეს არის ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის 20%-ის და ის რა თქმა უნდა არის ტყუილი, რომ თითქოს განცხადებები არ კეთდება. მედიაში გავრცელებული არაერთი ვერსიის მიხედვით მარატ კამბოლოვი მოსკოვის დავალებით ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას ეცდება, რაც მისმა წინამორბედებმა ან ვერ გააკეთეს. საუბარია ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ დაანონსებულ ეგრეთ წოდებულ რეფერენდუმზე, რომელიც რეგიონის რუსეთთან შეერთების საკითხს შეეხება.